სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისათვის. დღეს არის დღესასწაული ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების. 4 დღის გარდაცვლილი ლაზარე რომ მაცხოვარმა მკვდრეთით აღადგინა. თქვენ მოისმინეთ აი სახარება რაც ახლა ამოვიკითხეთ და ახლა აღარ მოვყვები მისი ცხოვრების შესახებ, მისი მკვდრეთით აღდგინების შესახებ. მხოლოდ ვიტყვი იმას, რომ როდესაც მაცხოვარმა გაიგო, რომ ლაზარე ავად იყო და ლაზარეს სასიკვდინოდ იყო ავად, მან საგანგებოდ დააყოვნა 2 დღე და შემდეგ წავიდა. ამბობდა, რომ ეს ავადმყოფობა არ არისო სასიკვდილო, ეს არის ღვთის სადიდებლად. როდესაც მიდის ბეთანიაში, შემოეგებება მისი და მართა და ეუბნება, რომ უფალო, შენ რომ აქ ყოფილიყავიო, ეს არ მოხდებოდა. მაცხოვარი ეუბნება, აღდგებაო შენი ლაზარე აღდგებაო. და ვიცი რომ აღდგებაო საყოველთაო აღდგომის სამსო, მართა ეუბნება. უფალი ეუბნება, ჩემი მორწმუნეო, რომც მოკვდესო იცოცხლებს. უკუნისამდე იცოცხლებს. შემდეგ მისი დაც მოდის, მარიამი მოდის და ისიც იგივე განწყობით არის, რომ უფალო შენ რო აქ ყოფილიყავი და ტირის და მაცხოვარ შეებრალება, მაცხოვარიც მათთან ერთად ტირის და მივა საფლავთან იკითხავს, სად არის ლაზარე. განა არ იცის მაცხოვარმა სად არის, მაგრამ ალეგორიულად გადატანითი მნიშვნელობით ჩვენ აქ შეიძლება ასეთი რამეც გავიგოთ, რომ უფალმა განა არ იცის ჩვენს გულში რა მდგომარეობაა, რომ ჩვენი გული მკვდარია ცოდების გამო. მაგრამ უფალი გვეკითხება, რა გტკივა, რა გიწის. ჩვენ უნდა გაუხსნათ ეს გული უფალს. უფალმა იცის თითოეულ ადამიანის გულში რა ხდება, მაგრამ ჩვენ გველოდება, რომ ეს გულის კარი გაუღოთ. გამოცხადების წიგნში ზუსტად მაგას გვეუბნება, რომ ყოველი ადამიანის გულის კართან ვდგევარ და ვაკაკუნებ, ეგება ვიღაცამ გამიღოს, რომ იქ შევიდე და იქ დავემკვიდრე. უფალი ძალით არ გააღებს, ჩვენ არჩევანის შესაძლებლობა მოგვცა და ამ არჩევანს უფალი ძალიან დიდ პატივს სცემს, ისე რომ ჩვენი არჩევანის გარეშე ის ძალით არ შემოვა. ამიტომაც ეკითხება, სად არის და მიდიან, აჩვენებენ სად არის და მაცხოვარი რომ ტირის, ნახეთ აი ხალხის ორგვარი დამოკიდებულება. ერთნი ამბობენ, აი როგორ უყვარდაო, რადგან მაცხოვარი ტირის და მის მაცხებლებმა ზოგს აფიქრებინა, რომ როგორ უყვარდა და ზოგი განიკითხავს და ამბობს, მასო ვინც ბრმას თვალები აუხილავ არ შეეძლო, რომ ისე გაეკეთებინა, რომ ლაზარე არ მოკვდარიყო. და იქ სადაც მაცხოვარს განიკითხავენ, უცოდოს, რა გასაკვირია, რომ თითოეული ჩვენთაგანი ვინმე განიკითხავს. ცოდვილი ადამიანები, რომელსაც უამრავი ცოდვა გვაქვს, მაგრამ თავად გამკითხველი ამით რას მოიგებს? ვერაფერს. მაცხოვარი მიდის და ლაზარეს ეუბნება, მის დებს ეუბნება, რომ აიღეთო ლოდიო მისი საფლავიდან. და უფალო უკვე ყარსო, იმიტომ რომ 4 დღეა მკვდარიაო და მე ხომ გითხარიო მართას ეუბნება, თუ ირწმუნებო ღვთის დიდებას იხილავო და აიღეს ლოდი და მაცხოვარი ეუბნება, ლაზარე გამოდი გარეთ. და ესეთი რამე არსად არავის არ გაუკეთებია, რომ 4 დღის მკვდარი გაეცოცხლებინა. ყოფილა შემთხვევა, რომ თავად მაცხოვარს იაიროსის ქალიშვილი გაუცოცხლებია, ახალი გარდაცვლილი. ყოფილა შემთხვევა, რომ ესე იგი ელია თესბიტეს სიდონის სარეთთაში ქვრივი დედაკაცის შვილი რომ გარდაიცვალა, გაუცოცხლებია, მაგრამ იქ ნახეთ როგორ არის ელია ღმერთს ევედრება. თან ისიც ახალი გარდაცვლილია და ღმერთს ევედრება. და მაცხოვარი არც ახალი გარდაცვლილი არ არის და თან არც არავის ევედრება. არამედ ხელმწიფებით უბრძანებს, ლაზარე გამოდი გარეთ. და
ამითი ადასტურებს თან დასტურდება ისიც, რომ ის ღმერთია და ამიტომაც ისრაელიანები, ის ფარისევლების ჯულის მოძღვრები აპირებდნენ რა მაცხოვრის მოკვლას, ლაზარეს მოკვლასაც აპირებდნენ. ეს სახარების ეს ჩვენ მე-11 თავის პირველი 45 მუხლი ამოვიკითხეთ და შემდეგ რომ გრძელდება სახარება იოანეს სახარება, იოანე მახარებელი ამბობს, რომ ლაზარეს მოკვლაც უნდოდა. იმიტომ რომ ლაზარე იყო ცოცხალის საბუთი, იმისა რომ ქრისტე არის ღმერთი. ბეთანია, როგორც დღევანდელი სახარება აღწერს, იერუსალიმთან ახლოს იყო და იერუსალიმიდან მრავალი ადამიანი მიდიოდა მართას და მარიამის სახლში, რომ ენუგეშებინათ ძმის გარდაცვალების გამო და მრავალმა ადამიანმა ნახა ისეთი რამე, რაც არამც თუ თვალით არ უხილავთ, არც კი გაუგონიათ საერთოდ ეგეთი რამე, რომ 4 დღის მკვდარი ვინმეს მკვდრეთით აღედგინა. ამიტომაც არის რა ლაზარე ცოცხალი საბუთი ქრისტეს ღმერთობისა, უნდათ რომ ისიც მოკლან, ისიც მოაშორონ სხვების თვალთან, რომ ხალხმა არ ირწმუნოს იესო ქრისტეს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც ეს ყველაფერი დაინახეს, ამ მადლიერებით აღიუსნეს, უფალს აქებენ და ამიტომაც აი ხვალინდელი დღე მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში. რატო იყო რომ ესე სიხარულით ხვდებოდნენ მაცხოვარს? ბაიას ტოტებს უფენდნენ, ტანისამოს უფენდნენ, ოსანა მაღალთაშინა შეძახოდნენ, როგორც ბრძოლიდან გამარჯვებით დაბრუნებულ მეფეს, ეგრე ხვდებიან. სწორედ იმ სიკეთეების გამო, რაც მაცხოვარმა მოიმოქმედა. მაგრამ ადამიანი არის ცვალებადი და დღეს თუ ადამიანი მაცხოვარს ესე ხვდება, თუ რამდენიმე დღეში ივიწყებს ამ სიტყვებს და ამბობს, რომ ჯარსაც ვიეგო. იგივე ხალხი ამბობს, ჯარსაც ვიეგო. თუმცა აი ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, ესე იგი, ერთი მხრივ ჩვენ რომ ესე იგი ჩვენი თავი დავიცავთ, რომ ჩვენ შეიძლება შევიცვალოთ. დღეს შეიძლება ტაძარში დგახარ და ღმერთს ადიდებ, მაგრამ ხვალ არის საშიშროება, რომ დაეცა და უამრავ ცოდვაში ჩავარდე და პირიქით ღმერთი დაგმო. არის ამის საშიშროება. ამიტომ არასოდეს ადამიანი უზრუნველად არ უნდა იყოს და არ უნდა თქვას, რომ აჰა მე ხო უკვე ეკლესიურად ცხოვრობ, მე ხო უკვე ვეზიარები და აი ესე არ უნდა მოეშვას. იმიტომ რომ ეშმაკს არ ძინავს. ეშმაკი წყლისფერია, რომ არ გგონია, იქ არის სასაფლაო. რომ ვერ წარმოიდგენ, რომ შენ ულოცველად და უმარხულოდ იცხოვრებ, ზუსტად ეგ არის სასაფლაო. და რამდენი ადამიანი არის ეგეთი, რამდენ ადამიანს დაემართა. ცხოვრობდა ღვთისმცნებებით, ეკლესიურად, ასე თუ ისე როგორც ახერხებდა აღსარებას ამბობდა, ეზიარებოდა. დღეს ბევრი ასეთი საერთოდ არც ლოცულობს, არც მარხულობს, არც სინანულზე და ზიარებაზე ფიქრობს, არაფერი. ეს განა ვიღაცას კი არ დაემართა იქ სადღაც ისრაელში. ეს აი აქ ხდება, ეს ჩვენა ვართ ის ადამიანი. ჩვენ რო იმ დროს გვეცხოვრა, ალბათ ჩვენც ესე ვიქნებოდა. დავინახავდით რა მის სასწაულებს, ახლა წარმოიდგინეთ 5 პურით 5000 კაცი დააპურა და როგორ არ გაგიკვირდება. 4 დღის მკვდარი ადამიანი გააცოცხლა. ის კი არა, ესე იგი, პატარა ნატურა რო გაქანავდეს, ესე იგი, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, არც მიწისძვრა იყოს არაფერი. რაღაცა წარმოიდგინეთ, ეხლა რა ხდება? ხატს რომ მირონი მოსდის, რა ხდება, ხო და ადამიანი როგორ უყურებს გაფაციცებით და ეხლა წარმოიდგინე, რომ იცი რომ მკვდარია, იხწნება და ადგა და დადის და არამც თუ ადგა და დადის 30 წელი იცოცხლა ლაზარემ და კვიპროსის ეპისკოპოსი იყო. და ხალხი ხო ხედავს ამ ყველაფერს. ხო და როგორ არ აქებენ და როგორ არ ადიდებენ, მაგრამ მერე უცბად შეიძლება ადამიანი შეიცვალოს. ცვალებადია ადამიანი, ამიტომ რადგან ცვალებადია, ჩვენ ვეცადოთ რომ სიკეთისკენ შევიცვალოთ. ყოველდღიურად, ყოველკვირეულად, ყოველწლიურად სიკეთისკენ უნდა იყოს ჩვენი ფერის ცვალებადი.
სიკეთისკენ მაშინ იქნება, როდესაც ადამიანი არ მოეშვება. და მეორე მხრივ კიდე, რადგან ერთ დღეს შეიძლება აქებდნენ მაცხოვარს და მეორე დღეს აძაგებდნენ, ჩვენც იგივენაირად შეიძლება ვიყოთ. ამიტომ ადამიანის აზრი მაინც და მაინც ძალიან მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს ჩვენთვის. დღეს შეიძლება ადამიანმა შეგაქვას, ტაში დაგიკვირას, სხვა შეიძლება მიწასთან გაგასწოროს. ამიტომ ჩვენი ამოსავალი წერტილი, ჩვენი ქცევის ამოსავალი წერტილი არ უნდა იყოს ადამიანის შეხედულება ჩვენს მიმართ. არამედ უნდა იყოს ღვთის წინაშე როგორ ვდგამთ ნაბიჯებს. ეგ არის ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენც და ის ადამიანებიც ღვთის წინაშე უნდა წავდგეთ. ღვთის წინაშე უნდა წავდგეთ. მინდა მამათა ცხოვრებაში არის ეს აზრი, რომ ესე იგი ძნელი დაუბედურება სიკვდილი კი არ არის ძნელი, არამედ ძნელი არის ღვთის წინაშე წარდგომა. თორე ზოგჯერ ადამიანი ხომ სულაც ისე გარდაიცვლება, არ სწავლობს არაფერი, გარდაიცვლება უცბად და შეიძლება ის ვერაფერსაც ვერ იგებს ხორციელად, ტკივილს გულისხმობ, მაგრამ ძნელი ის არის, რომ ადამიანი ღვთის წინაშე უნდა წარდგოს იმ ღმერთის წინაშე, სადაც უბრალოდ ვერაფერს ვერ დამალავს, ვერაფერს ვერ დაფარავს, რომ ყველაფერზე მოუწევს, რომ აი შეკითხვებს გასცეს პასუხი. თუმცა შესაკითხი და პასუხგასაცემით არაფერი არ იქნება, იმიტომ რომ ყველაფერი თვალნათლივ იქნება. ამიტომაც აი რატო ამბობ, რომ ერთი მხრივ ამბობ იმას, რომ გავფრთხილდეთ, რომ ჩვენ დღეს თუ მადლობა ღმერთს როცულობთ და ღვთისმიერად ვცდილობთ, რომ ვიცხოვროთ, ეს არ არის გარანტია ხვალინდელი დღისთვის და ზეგინდელი. ხვალ თავისი საზრუნავი აქვს ხვალინდელ დღეს, ზეგინდელ დღეს თავისი საზრუნავი აქვს. იქ თავისებურად შრომა არის საჭირო, სულიერ შრომას გულისხმობ. და მეორე მხრივ კიდე ადამიანური აზრი, მათი ქება თუ რაღაცა არ უნდა იყოს ჩვენთვის გამსაცვლელი. არც მათი ლანძღვა და არც მათი ქება ადამიანის. მაშინ, როდესაც ჩვენ ღვთის წინაშე ვცდილობთ, რომ სწორად გადავდგათ ნაბიჯები, სახარებისეულად, ღვთისმცნებების ამბები. და თუ რამე შეგვეშლება, ჩვენ იქ არ გვინდა არც ადამიანის ლანძღვა და არც ქება. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი სინდისი გამხილებს და იქ უნდა ადამიანი მოწესრიგებული იყოს. სინდისი სწორად უნდა უმუშავებდეს ადამიანს, სინდისს უნდა უჯერებდეს. ერთხელ რომ დაუჯერებს, უფრო ბასრი გახდება ეს სინდისი. მეორეჯერ, მესამეჯერ უფრო ილესება ეს სინდისი და უფრო მეტად ჩხლეტავს და უფრო მეტად გამხელს. და რადგან უფრო მეტად შემაწუხებელია შენთვის, უფრო მეტადაც იწმინდები, უფრო მეტად ფაქიზი ხდები ამა თუ იმ საკითხში. და თუ გაუხეშ და თუ დაბლაგდა ეს სინდისი, მაშინ ადამიანი დიდწოდებსაც აღარ განებს. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება არის ნიშანი იმისა, რომ თითოეულ ჩვენთაგანსაც მაცხოვარი მკვდრეთით აღადგეს. მართა კი ფიქრობდა, რომ საყოველთაო აღდგომისას აღდგებაო, მაგრამ მაცხოვარმა რაც თქვა, იქვე შეასრულა, აღდგება შენი ძმაო და მართლაც აღდგა ლაზარე. ძალიან მნიშვნელოვანია რაც თქვა, რომ ჩემი მორწმუნეო, რომც მოკვდესო, იცოცხლებს საუკუნოდ. და ეგ არის აი ჩვენთვის, ჩვენ სამწუხაროდ ძალიან იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენ რა გველოდება სასუფეველში, რამხელა სიხარული ელოდება ადამიანს სასუფეველში. წარმოედგინეთ, არანაირი საზრუნავი, არანაირი ტკივილი, არანაირი მწუხარება, არამედ სულ ღმერთის დიდება, სულ სიხარული, დაულევნელი სიხარული, სულ ისეთ ადამიანებთან ყოფნა, ვინაც სული განიწმინდა. წარმოედგინეთ, აი მარტო ამ ტაძარში ვისი ხატებიც არის, წმინდა გიორგი, წმინდა სპირიდონი, წმინდა ნინო, წმინდა ანდრია პირველმოწოდებული, იოანე ნათლისმცემელი. ახლა მათთან ერთად ყოფნა. ნახელა ბედნიერება ყველაფერს რო თავი დაანებოდა. მოდი მეორე მხარესაც წარმოვიდგინოთ, ვინ შეიძლება იყოს. თუმცა ამას ბოლომდე ვერ წარმოვიდგენთ, მაგრამ მაინც აქვს ადამიანს ამის შესაძლებლობა და სადურჩევნია რო იყოს. აი რო არჩევანის წინაშე რო დადგა. და ჩვენ ყველანი არჩევანის წინაშე ვდგავართ. და ჩვენ სამწუხაროდ ამებზე არ ვფიქრობთ. ამაზე ჩვენ ვიფიქროთ, რომ
რა ელოდება ადამიანს, რამხელა სიხარული და რამხელა სიხარულის დაკარგვის საშიშროება. თავიდანვანებოთ იმას, რომ სატანჯველიც ელოდება. აი იმ სიხარულს რო დაკარგავ, რაც გელოდება. ენით უთქმელ, თვალით უხილავ, გულით განუცდელ სიხარულს, რაც აქ ამ ღვთისმსოფლოში არავის არასოდეს განუცდია. ეგ რო ელოდება და ეგ რო მაგას რო დაკარგავ, ჯერ ეგ არის ამ ხელას. თუმცა აი ღმერთს ვეუბნებოდ, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი გადაგვადგმევინოს მისთვის სათნოდ. და იმ შეცდომებშიც ღმერთი სიმედი გქონდეს, რომ ღმერთი გვაპატიებს და ღმერთი მოწყალია ჩვენ. იმ შეცდომებშიც ჩვენ უიმედოთ არ უნდა ვიყოთ. თავარი ადამიანს აი თან სიმდაბლე გქონდეს, არ გაამაყდეს რაღაც, არ გაყოყოჩდეს, თავი მაღლა არ ააწევინოს არაფერი. რასაც არ უნდა აკეთებდეს, ახსოვდეს, რომ ეს არის ღვთის მადლი. თუ რამე კარგი ხდება. ეს აი თითოეულმა ადამიანმა უნდა გონებაში ჩავიბეჭდოთ ჩვენ, რომ თუ ჩვენგან რამე სიკეთე ხდება, არასოდეს ჩვენს თავს არ მივაწევთ, ეს ძალიან საშიშია. როგორ ამბობს სოლომონ ბრძენი, ამ პარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლია. თავმაღალი ადამიანი შეიმუსრება, რაღაცა შეემთხროვა ისეთი, რომ დაამდაბლებს ღმერთი. მაგრამ თავმდაბალს პირიქით აღამაღლებს ღმერთი. ღმერთი შეგვეციოს, აბა ხვალინდელ დღესაც გილოცავთ წინასწარ. ზოგის დღესასწაულია მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში. ერთი რამ მინდა ვთქვა, ესე იგი, როდესაც მაცხოვარი დიდებით შედის იერუსალიმში და ესე დიდებულად ხდებიან, მაცხოვარი ტირილს დაიწყებს. გასაოცარი ამბავია, ტირილს დაიწყებს და თუ დააკვირდებით როგორი სიტყვებია, მე ხა შეიძლება ზუსტად ციტირება ვერ მოვახდინო. იერუსალიმი, იერუსალიმი, შენ რო გწოდნოდაო, რა არის შენთვის სამშვიდობო და სასიკეთო, მაგრამ ეხლა შენს თავთაგან დაეფარავ. მოვა დრო, რომ წარმართები მოგადგებიან, გარშემო გარტყავენო და მიწასთან გაგასწორებენო და შენი შვილები შენ შორის დაეცემიან. ეს მართლაც მოხდა. ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს, როდესაც პიტე და ვესპასიანე, ერთი იმპერატორი და მეორე მხედართმთავარი, რომელიც შემდეგ ისიც იმპერატორი გახდა, შემოესწირნენ იერუსალიმს და მართლაც მიწასთან გაასწორეს, რაც სახარებაში წერია. სახარებაში არის, ესე იგი არის ეს აღწერილი და არის კიდე მეორედ მოსვლის მოვლენები აღწერილი. და ისეთი საშინელი რაღაცეებია აღწერილი იქ, რომ აი მართლაც ენით უთქმელი და თან ამას კიდე ვინ აღწერს იცით? მათივე ისტორიკოსი, იოსებ ფლავიუსი. ახლა ვინმეს რო აღეწერა, აი ქრისტიანს რო აღეწერა ეს და დაეკავშირებინა იმასთან, რომ ქრისტე ჯვარზე გააკრეს, მაგასთან რო დაეკავშირებინა, ჩვენ შეიძლება გვევარაუდა, რომ ქრისტიანია და რაღაც მიკერძოებულად აღწერა ამის გამო. მაგრამ ამას ქრისტიანი ისტორიკოსი არ აღწერს. მათივე იუდეველი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი აღწერს. აი ამ საშინელ ამბებს იერუსალიმის დაცემას, ესე იგი. და ამაზე ტირის მაცხოვარი. ამის გამო წუხს, ესე იგი, რომ თითქოს ერთი შეხებით არ იქადა ყველა ტაშს უკრავს, მაგრამ ესე არ იყო, მათ ხორციელი დიდება ჰქონდათ, ესე იგი, მოსაპოვებელი და ხორციელი სიმდიდრე უნდათ მაცხოვრისაგანაც. მაგრამ რომ შეადგეს, რომ ის ამ ღვთისმსოფლის სიმდიდრესთან შვება განცხრომას კი არ პირდება, არამედ ზეციოს, მაშინ უკვე ყველაფერი სხვაგვარად. ჩვენთან არის ღმერთი.